როგორი ცომია. სულ ფორებერზე გელაპარაკებით. თუმცა სხვა საქმეებითაც ვარ დაკავებული. ბავშვები, როცა სახლში არიან, განსაკუთრებით მაშინ, სულ ჭამას მთხოვენ, ვერ ვანაყრებ ვერაფრით. ხოდა დღეს გადავწყვიტეთ, გამოვაცხოთ ლობიანები. ხაჭაპურს ურჩევნიათ ლობიანი, თქვენს კი რა ხდება? დაგიჟებული ვარ, სად ხაჭაპური და სად ლობიანი, მაგრამ ლობიანი ურჩევნიათ. ხოდა ეხლა მოვაფუფულებთ ცომს და მერე გაჩვენებთ თუ როგორ ლობიანები გამოგვივა. შევეცდები გაჩვენოთ, არ ვიცი. პირველად ვბედავ მსგავსი რაღაცის ჩაწერას. ნახოთ, რა გამოგვივა. ხელზე დავისხი ზეთი და ეხლა მოვაფუმფულებ ამ ჩვენს ცომს. ამოვა დავაცდი ამოსვლას და მერე ერთად გამოვაცხოთ ლობიანები. აბა როგორი ცომია. აიქანია ზერვისე. ეს ბოლო მომენტს გაჩვენებთ. თან აპარატურა არ მაქვს შესაფერისი აპარატურა არ მაქვს, რომ ლამაზი ვიდეოები ჩავწერო, მაგრამ ეს იყოს დასაწყისი. ყველა რაღაცით იწყებს, ხო ესეა? ხო და მეც ვიწყებ ესე. რაღაცით. და მერე ნახოთ. გავაუმჯობესებ რა თქმა უნდა ხარისხს ვიდეოების გადაღებისას. მოგეთ ესე მოვაფუმფულე. ხო. ჩემი ცომი. დავაცადოთ ამოსვლა. ხო. ბებია ჩემი არ მოპატიებდა, ახლა ეს გვერდები ესეთი ძინძური რო დაენახა. პირველად ცომის ცხობა მასწავლა ბებიამ, ცომის ზევა მასწავლა ბებიამ. მოდი ხა ერთად მოვასუფთავოთ გვერდები, ასე ტკბილი. აპრიალებდა ცომს რო ზელდა პურის დილას 6 საათზე დგებოდა, ალბათ უფრო ადრე. ჩემი ალაგ მოალაგებდა, მერე მოზელდა ცომს ბავშვობაში. ესე მახსოვს სოფელში როცა ვიყავით მასთან. და იწყებდა ცომის ზელას სიმღერით. თან სიმღერას აყურებდა ნებისმიერ საქმეს, ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა დღის მანძილზე. შვილიშვილები ყველა იქ ვიყავით. 6 შვილი ყავდა. იმათი შვილები წარმოგიდგენიათ, რამდენი ვიყავით იქ და მთელი ზაფხული არ მოვდიოდით იქედან. ესე ბებია დაუღალავად დილას ადგებოდა. მოძელდა ცომს და ამხარი არ ვიყავით, რომ ხაჭაპურებით გაცხობილი ქონდა. და ახლა ხაჭაპურის მაგალითად ვაცხობთ ლობიანებს. შევეცადე რომ მომესუფთავებდა გვერდები. ესე ასუფთავებდა გვერდზე, არაფერს არ დაწოვებდა. მოვაგუნდაოთ, ისე მოვაგუნდაოთ. მეთერაფერი აღარ უნდა ამცნობს, უნდა ამოსვლა. მოდით ახლა გაჩვენებთ როგორ თუხთუხებს ლობიოც. აი ბატონო, თუხთუხებს, თუხ. ხო. ხალხს გონი ვარ უსაქმური. მარტო ფორევერი გავიძახი, მაგრამ თლათ მასეც არა. მოკლედ, გემშვიდობებით ახლა და ვნახოთ რა გამოგვივა როგორი ლობიანები დღის ბოლოს. ახლა სამსახურში მივდივარ, სამცალია. მანამდე ცომიც ამოვა. დროებით.